სასწაულებს იესო აღასრულებდა სულ, მაგრამ ზოგი სასწაული ხდებოდა და ზოგი არ ხდებოდა. აი მაგალითად, ამ ბრმებს რომ არ ქონოდათ შესაბამისი რწმენა, მათ თვალები არ აიხილებოდათ. ანუ იმისათვის რომ სასწაული მოხდეს, საჭირო არის ღვთისნება და საჭირო არის ადამიანის რწმენა. და შეიძლება ადამიანს კონდეს ეს რწმენა, შეიძლება არ კონდეს რწმენა ნიჭია. და წმინდა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ესეთ რამეს ამბობს, რომ აი წარმოიდგინეთო, ადამიანებიო განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომითო და განსხვავდებიან ფილტვების ზომით. ზოგსო დიდი ფილტვები აქვს, ზოგსო პატარა ფილტვები აქვს. რო ისუნთქავს, ჰაერი ყველასათვის არის. აი ჰაერი არის სავსე, ხო? ჰაერს რო ისუნთქავს ადამიანი, იმის მიხედვით მოხდება ჰაერი მის ფილტვებში, როგორი რამხელა ფილტვები აქვს. აი ესე არის რწმენაც. და გონიერმა ადამიანმა უნდა სთხოვოს ღმერთს, რომ დიდი რწმენა მიცეს, რომ დიდი მადლი მიიღოს. კი არა და ესეთი რამ არსებობს, აი როცა ადამიანი ავად ხდება, და ვეღარ სუნთქავს კარგად, არსებობს სპეციალური სავარჯიშოები. მაგალითად, ხშირად ავადმყოფებს ურჩევენ, წოლია ავადმყოფს, რომ ბუშტი გაბეროს. ეს ვარჯიშია. თუ ამას აკეთებს, მაშინ ფილტვების ზომა ეზრდება ადამიანს და შეიძლება ივარჯიშოს თავის პატარა ფილტვები გაბეროს, გაზარდოს და უფრო მეტი ჰაერის ჩასწვა შეძლოს. აი ესე არის რწმენაც. და რწმენაზე არის დამოკიდებული რამდენ მადლს მიიღებს ადამიანი. მადლი, რომელიც სულ არსებობს. იმიტომ რომ სახარებაში ასეც წერია, რომ იესო ქრისტე გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა. ანუ ეს მადლი, რომელსაც იესო ადამიანებს აძლევდა, დღესაც აძლევს. ოღონდ ადამიანები ხან ღებულობენ ამას, ხან ვერ ღებულობენ. და იმისათვის რომ ადამიანმა მიიღოს, ამისათვის ადამიანმა უნდა ივარჯიშოს, უნდა შესხოვოს პირველ რიგში ღმერთს და უნდა ივარჯიშოს, რომ თავისი რწმენა გაზარდოს. აი ეს არის დღევანდელი სახარების მთავარი შინაარსი. რომ ჩვენ მივიღებთ მადლს, სულიწმინდის მადლს სარწმუნოების მიხედვით. როგორი რწმენაც გვაქვს, ისე მივიღებთ სახარების იესო ქრისტეს მიერ გამოგზავნილ წყალობას და მადლს ჩვენს მიერ.